ხდება, როდესაც ქალია გენდერული დეზინფორმაციის სამიზნე. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ისეთი ტიპის გამოთქმები, რომ აი ქალია არ ვიტყვი ისე უხეშად როგორც ისინი ამბობენ, მაგრამ აი აკლია მას სექსი, აი კაცი რო ყავდეს, პატრონი რომ ყავდეს, ის ასე არ მოიქცევდეს. საზოგადოებაში აქტიურ ქალებს განსაკუთრებულად ემძვირდა და ცდილობდნენ გარკვეული ტიპის ინფორმაციები გავრცელონ, მათ შორის ცრუ ფოტო მასალა, ცრუ ინფორმაცია, რომლის გადამოწმება იმ მოწყვლადმა ჯგუფებმა არ იციან. ზოგადად ადამიანებს დეზინფორმაციის ახმადობა აქვთ ძალიან მწირი. ანუ ვერ არჩევენ რას ნიშნავს დეზინფორმაცია კლასიკურ მაგალითში. საერთო ჯამში სწორედ ეს არის მათი მიზანი, რომ შენ გაიძულონ, რომ გაჩუმდე, იმიტომ რომ შენი ადგილი არ არის აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იმიტომ რომ შენ ხარ ქალი, ან შენ ხარ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი და ამიტომ შენ არავინ არაფერს არ გეკითხება. აქ არიან კაცები, რომლებიც წყვეტენ ამ ქვეყანაში ყველაფერს. ქალი მოწყვლადი ან ძალადობის მსხვერპლია, ხშირად იყენებენ გარკვეული დეზინფორმაციების მაგალითები შემიძლია მოვიყვანო. აღმოჩნდა, რომ შშ ქალებზე ზოგადად არ ვრცელდება დეზინფორმაცია და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ზოგადად გენდერის ჭრილში შშ ქალებს არ აღიქვამენ. ანუ როგორც ქალებს და ესეც კიდევ ერთხელ მანიშნებელია თუ რამდენად შორს ვართ სრული ინკლუზიისკენ. გენდერული დეზინფორმაცია არის ორი კომპონენტისგან შემდგარი, ხო? როგორც ხვდებით, ეს არის ერთი დეზინფორმაცია თავისთავად და მეორე უკვე გენდერული ნიშნით და ორივე შემთხვევაში, ანუ დეზინფორმაციის შემთხვევაში და როდესაც გენდერული ნიშნით მიმდინარეობს ასევე რაღაც ბულინგის მსგავსი, ხო? ზეწოლა ეს თავისთავად გულისხმობს, რომ სამიზნე ასეთ შემთხვევაში არიან ისეთი ძირითადად ქალები, რომლებიც არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, აქტივისტები მაგალითად, ხო? და გარდა ამისა, გენდერული ნიშნით დეზინფორმაცია ასევე მოიცავს ტრანსგენდერებს, ხო? და შესაძლოა ისინი თავიანთ თავს არც კი მიაკუთვნებდნენ ტრანსგენდერებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ LGBTQ თემის წარმომადგენლებსაც მოიცავს. რა შემთხვევაში ხდება ახლა მათ მიმართ ეს, ხო, დეზინფორმაციული ნაკადის გავრცელება, ხო, ეს იმ შემთხვევაში, როცა ეს ადამიანები არიან აქტიურები და საჭიროა რომ მათი ხმა დაახშონ და განსაკუთრებით აი მნიშვნელოვანი არის რომ ვიცოდეთ რომ სამი რაღაც კომპონენტისგან შედგება. ეს არის ერთი ყალბი აუცილებლად, რასაც ავრცელებენ, ხო? მეორე არის ბოროტი განზრახვა უნდა იყოს და ასევე ამას უნდა ჰქონდეს, ვთქვათ, კოორდინირებული ხასიათი. ძირითადად ასე ხდება, შეიძლება არ იყოს კოორდინირებული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს კოორდინირებულია და ძირითადად ეს დეზინფორმაცია გენდერული ნიშნით იჩენს ხოლმე თავს თუ გავიხსენებთ აი ისეთი ტიპის შემთხვევებში, როდესაც საუბრობთ მაგალითად პოლიტიკოს ქალებზე, თუმცა ასეთი დიფერენცირებაც არასწორია თუ კი ვთქვათ გაშუქების თვალსაზრისის და სტანდარტებზე ვილაპარაკებთ, უნდა მოვერიდოთ ამას, რომ აი ქალი პოლიტიკოსი, ქალი ექიმი, ქალი მძღოლი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ საქართველოში ჩვენ ძალიან ხშირად ვაწყდებით, რომ მაგალითად საქართველოს პარლამენტის პოლიტიკოსები რო გავიხსენოთ, ხო? გენდერული ნიშნით ქალების მიმართ ძალიან ხშირად იყო ხოლმე, ხო? ეს ზეწოლა, ძალადობა, სიტყვი არის ფიზიკურიც, მათ შორის ხელით შეხებაც იყო. სოციალურ ქსელებში ამის გავრცელება ემსახურება მასშტაბის შექმნას. ანუ არ ვიფიქროთ ისე, რომ ვინაიდან სოციალურ ქსელში კეთდება ეს იქვე რჩება, არა არ რჩება. ეს ქმნის მასშტაბებს, ეს ქმნის საზოგადოებრივ აზრს ამა თუ იმ სამიზნე სუბიექტის მიმართ და ეს გადის მერე ოფლაინ და იქ იწყება და გრძელდება შემდეგ აი ეს დეზინფორმაციული ნაკადით მიღებული ასე ვთქვათ შედეგები, ხო? ანუ ის მიზანი მიღწეულია, რასაც ვთქვათ დეზინფორმაცია, გენდერული დეზინფორმაცია ცდილობს სოციალური ქსელების გამოყენებით და ამის შემდეგ უკვე იწყება ისეთი დამოკიდებულება, რომ არის მარგინალიზებულია, ვთქვათ, ხო? გენდერული ნიშნით, რომელიღაც ესა თუ ის პირი. შემიძლია გავიხსენო ირმა ზოიძის შემთხვევა,
როდესაც საკრებულოზე ჩვენ ვიცით ხო ირმა ზოიძე არის აქტივისტი, ჟურნალისტი, საგამოძიებო ჟურნალისტიკას აკეთებდა და ძალიან აქტიური ადამიანია, ძალიან ხშირად ამხელს და აკრიტიკებს ადამიანებს, რომლებიც არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, ხო, იქნება საკრებულოში, მერიაში თუ ასე შემდეგ. და იქიდან გამომდინარე, რომ ის ძირცად აი ურბანულ განაშენიანებას და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს ძალიან ხშირად და მკაცრად აკრიტიკებდა ამ ადამიანებს, ერთ-ერთ საკრებულოს ხდომაზე ვიცით ჩვენ, რომ მან ძალიან აქტიურად და მკაცრად გაუწია წინააღმდეგობა რომელიღაც გადაწყვეტილების მიღების დროს აი ამ საკრებულოს დეპუტატებს და ამის შემდეგ დაიწყო მასე ორკესტრირებული შეტევა. ძირთადად რა ხდება, როდესაც ქალია გენდერული დეზინფორმაციის სამიზნე. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ისეთი ტიპის გამოთქმები, რომ აი ქალია არ ვიტყვი ისე უხეშად როგორც ისინი ამბობენ, მაგრამ აი აკლია მას სექსი, აი კაცი რო ყავდეს, პატრონი რომ ყავდეს, ის ასე არ მოიქცევდა და ასე შემდეგ. ანუ მსგავსი ტიპის დამოკიდებულება ძალიან ხშირი არის. წარმოიდგინე, რომ აქ საქართველოში შენ ისედაც გერთვება თვითცენზურა, იმიტომ რომ შენ ყავს ოჯახში მამაკაცები, ხო, შვილი, ძმა, ქმარი, ვიღაცა ისეთი, რომელსაც უნდა მოარიდო ეს ყველაფერი, ხო, იმიტომ რომ თუ არ მოარიდებს, შესაძლოა ის მერე ჩაერთოს თვითონ ამ პროცესებში და თქვათ ფიზიკური ძალის გზით ან რაღაცა სხვა ხერხებით სადოს, ეს როგორც საქართველოში ვიტყვით ხოლმე, საქმის დალაგება, გარჩევა, მოგვარება და ასე შემდეგ და ის თვითონვე დაზარალდეს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს ორკესტრირებული გენდერული დეზინფორმაცია საიდან მოდის? სამწუხაროდ ეს მოდის იმ სახელისუფლებო სტრუქტურებიდან, ხო, რომელიც ამ ბოტებს, ტროლებს ქირაობენ და აქედან გამომდინარე ესე ორკესტრირებულად იწყებენ და კოორდინირებულად რაღაც გენდერული ნიშნით დეზინფორმაციის გავრცელებას, არა მარტო გენდერული ნიშნით, ისედაც ხო ზოგადად დეზინფორმაცია როგორ ჩერდება, შესაძლებელია ეს გავრცელდეს მამაკაცის მიმართაც, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ რადგან ახლა გენდერზე ვსაუბრობთ, ამიტომ ვაკეთებ აქცენტს ამაზე, ხო და ეს ადამიანები მე რჩებიან დაუსჯელი, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში სადაც სისტემას ყველაფერი უდევს, ყველა ინსტიტუცია ჯიბეში უდევს და შენ ვერცად სამართალს ვერ ნახავ, ვერცად სიმართლეს ვერ დაამტკიცებ, იძულებული ხდები, რომ ან წახვიდე ქვეყნიდან, ან გაჩუმდე და საერთო ჯამში სწორედ ეს არის მათი მიზანი, რომ შენ გაიძულონ, რომ გაჩუმდე, იმიტომ რომ შენი ადგილი არ არის აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იმიტომ რომ შენ ხარ ქალი, ან შენ ხარ განსხვავებული და სექსუალური ორიენტაციის ადამიანი და ამიტომ შენ არავინ არაფერს არ გეკითხება, აქ არიან კაცები, რომლებიც წყვეტენ ამ ქვეყანაში ყველაფერს. გენდერული დეზინფორმაცია, ისე როგორც მთელ საქართველოში, აჭარაშიც ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს და უფრო მეტად და განსაკუთრებით აჭარაში მეტი ზეწოლა არის მაგალითად ოპოზიციურ ლიდერ ქალებზე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ თემში, სადაც მე ვმუშაობ, როცა ქალი მოწყვლადიან ძალადობის მსხვერპლია, ხშირად იყენებენ გარკვეული დეზინფორმაციების მაგალითები შემიძლია მოვიყვანო, ეს არის ბოლო რამოდენიმე შემთხვევა, როცა ერთ-ერთი მოზარდი დაიკარგა, როგორ აბულინგებდნენ და როგორ ცდილობდნენ მიზეზად და მიზნად დაესახელებინათ ამ დაკარგული მოზარდის დედა და იყენებდნენ სხვადასხვა ტიპის ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ ჯგუფებში, თუ როგორ გამოიყურებოდა რა ეცვა, ან როგორ ჩანდა, ეს იყო გარკვეული მიზანი, რომ მოეხდინათ დისკრედიტაცია ამ ქალის და ყველა ბრალი, რაც შეიძლება ყოფილიყო თუნდაც სხვადასხვა უწყების მიმართ პირდაპირ გადამისამართებულიყო და საზოგადოების იმ ჯგუფებში, რომელიც ჯგუფებსაც ჰქონდათ გათვლა რა იყო მათი სამიზნე აუდიტორია, გავრცელებულიყო ინფორმაცია, რომ თითქოს დედა იყო ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ მოზარდი დაიკარგა. ხშირ შემთხვევაში, როცა ძალადობის მსხვერპლი ქალი მოგმართავს და ვიწყებთ მის დაცვას, ასევე ირაზმება ის სხვადასხვა ჯგუფები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ამ ქალების მიმართ გარკვეული ტიპის ტყუილ ინფორმაციას. მათი შინაარსი არის ის, რომ თქვათ ძალადობის მსხვერპლმა ქალმა თავად მიიყვანა მოძალადე გარკვეულ ქმედებამდე, აიძულა რომ ჩაიდინა ძალადობა და ყვებიან სხვადასხვა ისტორიებს, რომელიც გადამოწმების შემდეგ ფაქტიურად სიცრუე აღმოჩნდება. თავისთავად ჩანს, რომ ისედაც რაც მოიაზრება გენდერულ დეზინფორმაციაში და ამ ხალხის ქმედებაშიც ფართოდ ჩანს, რომ მთავარი მიზანი არის ამ ქალების დისკრედიტაცია. საზოგადოებაში აქტიურ ქალებს განსაკუთრებულად ებრძვიან და ცდილობდნენ გარკვეული ტიპის ინფორმაციები გავრცელონ, მათ შორის ცრუ
ფოტომასალაც რო ინფორმაცია რომლის გადამოწმება იმ მოწყვლადმა ჯგუფებმა არიციან, სადაც ვრცელდება ეს ინფორმაცია. ხშირად ეს დეზინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში, დახურულ ჯგუფებში, საიდანაც 70% ფაქტიურად არ ფლობს იმ ტექნიკებს, ვისითაც შეიძლება ამ მასალების გადამოწმება. თავიდან გვინდოდა რომ თვისობრივი კვლევა ქონოდა ზოგადად, მაგრამ რო ჩავეძიეთ საკითხს მე და მკვლევარი აღმოჩნდა რომ ესეთი ტიპის კვლევა, როგორც არის გენდერული დეზინფორმაციის გავლენა შშმ ქალებზე საქართველოში და ზოგადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დიდად არც ჩატარებულა. ანუ უცხოურ ენებზეც თითქმის ვერ ვიშოვეთ მასალები იდენტური, რასაც თავშოთ შევადარებდი და ფაქტობრივად გვიწევდა ამ მიმართულებით ახალი გზის გაკაფვა რა. ამიტომაც ავირჩიეთ ექსპერტული ინტერვიუების ფორმატი, სადაც აქტიური შშმ ქალები, რომლებიც უკვე დიდი წლებია მუშაობენ ქალთა უფლებების დაცვაზე, ისინი გამოგვეკითხა. პირველი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც გამოვლინდა, აღმოჩნდა, რომ შშმ ქალებზე ზოგადად არ ვრცელდება დეზინფორმაცია და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ზოგადად გენდერის ჭრილში შშმ ქალებს არ აღიქვამენ, ანუ როგორც ქალებს და ესეც კიდევ ერთხელ მანიშნებელია, თუ რამდენად შორს ვართ სრული ინკლუზიისკენ, რამდენად თანაბრები არიან ქალები სხვა ქალებთან მიმართებაში და თვითონაც თვით შეფასება რო ავიღოთ, ანუ შშმ ქალების გენდერის ჭრილში მიუხედავად რომ ქალთა უფლებადამცველები იყო, ჩანდა რომ მაინც უფრო ნაკლები პრობლემები ჰქონდათ, ვიდრე ზოგადად სოციალური პრობლემები ჭარბობდა, ესე ვთქვათ. ძირითადი გამოწვევა გამოვიდა სექსუალურ რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების მიმართულებით, იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც ვრცელდება ამ მიმართულებით მათი უფლებების კუთხით და ის რომ სახელმწიფო ან მაქსიმალურად ესე ვთქვათ, ცდილობს რომ ანუ არ მიაქციოს ამ მიმართულებას ყურადღება თითქოს და შშმ ქალებს ეს ამბავი არ ეხება და იმიტომაც არ გვაქვს დაუშვათ ადაპტირებული და მისაწვდომი ჯანდაცვის სერვისები, სულ რაღაც ზაფხულში გაიხსნა პირველი ადაპტირებული სკრინინგ კაბინეტი ბათუმში, ეს და ეხლა გაიხსნა თბილისში და ნუ სულ 2 ქვეყანაში, ყველა მიცით ეხლა პროცენტულად რას ნიშნავს. მეორე პრობლემა ზუსტად ეს პოლიტიკური ჩართულობა, ჩვენ ვიცით რომ მთავრობა მთელი წლის მანძილზე ატარებდა დეზინფორმაციულ კამპანიას თითქოს და პოლიტიკა შეშემოპირებს არ გვეხებოდა, თითქოს და ვიღაცა ცდილობდა ჩვენ გამოყენებას, როდესაც რუსული კანონის წინააღმდეგ გვიბრძოდით დაუშვათ და ან მაქსიმალურად ცდილობდა რომ ინსტრუმენტალიზაცია მოეხდინა ჩვენი თემის და თუნდაც 6 იუნის მომხდარი ფაქტი, როდესაც ერთ-ერთმა ჩვენი თემის წარმომადგენელმა პარლამენტის წევრმა დაისვა შშმ-პირთა ორგანიზაციები ჯანდაცვის კომიტეტზე და ასაუბრა რომ თურმე გამჭირვალობა პრობლემა არ არის, ვინც სწორად აკეთებს საქმეს და ეგეთ რაღაცას, ესეც ერთ-ერთი დიდი ნიშანი იყო იმისი, რომ მაქსიმალურად ცდილობდა ხელისუფლება ჩვენი თემის ინსტრუმენტალიზაციას. ეს დავინახეთ არჩევნების შემდეგაც, როდესაც გამოვლინდა დარღვევის ფაქტები, როგორ ატყუებდნენ, როგორ ართმევდნენ პირადობებს და როგორი ტიპის დეზინფორმაცია მიდიოდა მაგ მიმართულებით. იმდენად მძიმე სოციალური ფონი აქვს შშმ თემს, რომ სამწუხაროდ უფრო მაღალ მატერიებზე ვერ ფიქრობენ, ანუ სოციალურ პრობლემებს მიაქვს ყველაფერი და ისიც რომ ანუ გენდერის ჭრილში ვერ აღიქვამენ საკუთარ თავს. ისიც რა თქმა უნდა დამატებითი გამოწვევა, იმიტომ რომ შესაბამისად ვერ ინერგება და არ ითხოვება ის პროგრამები, რომელიც მათ მიმართ არის განკუთვნილი. თან ყველამ ვიცით რომ გენდერი ეს არ არის მხოლოდ ქალის ამბავი, რატომაც ესე ესმით საქართველოში, მაგრამ გენდერული იდენტობა ისევე ეხება ყველა სქესის წარმომადგენელს, როგორც ქალს და ყველა სჭირდება მისთვის შესაბამისი გარემო. ზოგადად ადამიანებს დეზინფორმაციის ახმადობა აქვთ ძალიან მწირი. ანუ ვერ არჩევენ რას ნიშნავს დეზინფორმაცია კლასიკურ მაგალითში. ხშირი იყო შემთხვევა შშმ თემის წარმომადგენლებს თუ ავიღებთ ანალიზით, რომ ხშირად ისეთ ინფორმაციას აზიარებენ, რომელიც წანაკითხიც არ აქვთ. არც წარმოუდგენიათ რომ დეზინფორმაცია უბრალოდ მარტო იმიტომ რომ ვიღაცა ნაცრომა გააზიარა და მათ მიმართ ნდობის საფუძველზე აზიარებენ ამ ინფორმაციას და ანუ რო ჩავეძიეთ ამ კითხვებს აღმოჩნდა რომ უმრავლესობა მათგანს ეს დეზინფორმაციული თუნდაც LGBT ნარატივი რაც ქონდათ გაზიარებული წანაკითხიც არ ქონდათ შინაარსობრივად ანუ ჩვენ ვეცადეთ რომ ანუ რა თქმა უნდა აგვეხსნა რა იყო დეზინფორმაცია და ანუ ერთადერთი გამოსავალი მოვიფიქრეთ რომ უბრალოდ გეთხოვა რომ რა ინფორმაციაზეც არ აფლობენ ზუსტ ინფორმაციას არ გააზიარონ